ხელითა მამისათა და დადისათა და სულისა წმინდისათა ამინ ჩვენთან არც მერთა დალოცვილი ამყოფო დღეს არის ერთ-ერთი 12-თაგანი უდიდესი დღესასწაული ჯვართამაღლება. ჯვართამაღლება ეს ხდება ელენე ლიდორფლისა და კონსტანტინე იმპერატორის დროს მათ გადაწყვიტეს მოეძებნათ შემოდით შიგნი ეს ანალოგიურად შემოდით შიგნი მოწიეთ ეგია შემოდით შიგნი გარეთ გიო კიდე ის ჯერჯერობით იდეს არ არის პრობლემა მათ გადაწყვიტეს მოეპოვებინათ მოეძიათ უფლი ჯვარი და აწარმოეს გათხრები იმ ადგილებზე სადაც ჯვარცმა მოხდა იმ მაშინ იქ იდგა წარმართული ეგრეთ წოდებული ტაძარი რა თქმა უნდა ეს დაანგრიეს და მოაჩინეს სამი ჯვარი და ერთ-ერთი მეშვეობით მოხდარა სასწაული სწორედ ეს ჯვარი დადასტურდა რომ ეს ჯვარი იყო იესო ქრისტეს ის ორი ჯვარი კი იყო ავაზაკების და იმდენი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა ქრისტეს ჯვარს რომ შეუძლებელი იყო ყველა მისულიყო ჯვართან იმდენი ხალხი შეგროვდა ამიტომ იერუსალიმის პატრიარქის ლოცვა კურთხებით ჯვარი მაღალზე ასწიეს და მთელმა იერმა იმყოფმა დაიჩოქა და თაყვანისა ჯვარს და დადგინდა ეს დღე ჯვართამაღლების დღე მეც ფარავდე ჯვრის ალდამალი ფარავდე და შეგწეოდა ამინ თქვენთან ერთად მადლობა ეს არის ჩვენთვის ქართველებისთვის ასევე ერთ-ერთი ტრაგიკული დღე სოხუმის დაცემის დღეა 13 თვე გრძელდებოდა და 13 დღე გრძელდებოდა ეს ომი ამ ომს რო ვიხსენებ ხოლმე ძალიან როგორ გითხრათ აი უბრალოდ ცუდად ხვდები როგორც ადამიანი მაშინ ომი რო დაიწყო ვიყავი 25 წლის და ვიც ვიცნობს მე ჩემი ემოციის გამო და ჩემი ქვეყნისადმი დამოკიდებულების გამო ლოგიკურად უნდა გავუკვირდეს რატო არ წავედი ომს საუბრად უნდა გავუკვირდეს ხო საქმე იმაშია რომ ჯერ კიდე მაშინ ომი რო დაიწყო ზუსტად ვიცი რასაც ვამბობდი ომი დაწყებულია წაგებისთვის თქვენ ვიცნობთ და რა ვიცი ცოტა მიჭირს ამ და ჩემზე საუბარი მაგრამ ჯერჯერობით არ მახსენდება რომ ჩემი რამე ესე ეგრეთ წოდებული პროგნოზი დამედოს ანალიზი გამიკეთებიოს და გაცუდებულიყოს მაშინაც კი მაშინ უბრალოდ ამას მე არ ჩამიწერია სიტყვები მაგრამ ვიცი რასაც ვამბობდი ომი დაწყებული არის წაგებისთვის ოღონ ვამბობდი რომ ომი საზღვარი გაივლება ღალისგასა ღალისგარი მდინარე ოჩამჩირესა და გალს შორის გალი მეგონა აქეთო დარჩებოდა აი ასე ვამბობდი ზუსტად ვიცი რასაც ვამბობდი და როდესაც ბიჭები ჩემი ტოლა ბიჭები მიდიოდნენ ომში ზუსტად მათვეუბნებოდი წაგებისთვისა ზამიკო ეს ომი დაწყებული რომ შენაირი გულართებული ადამიანები ჩაკვდეს მოკვდეს იქ ომში რადგან მერე უკვე გულანთებული ხალხი რაც უფრო ცოტა იქნება ქვეყანაში უფრო კარგად იქნება მართვადი ქვეყანა აი ეს არის ჩემი ტექსტი რასაც მაშინ ვამბობდი მე რატომ იყო ეს საჭირო აი ჩვენი პრობლემა მე მინდა ჩემი აზრი გითხრათ ჩვენი პრობლემა ის კი არ არის რომ ჩვენ მეომრები არ ყავს რას ქვი მეომრები არ ყავს იქ ისეთი გმირობები აჩვენეს ქართველმა მეომრებმა რომ აფხაზებიც და რა ქვია რუსებიც კი და ჩრდილოეთ კავკასიელებიც კი მოხიბლულები იყვნენ კარგი მეომრები მათი მეომრობით ეს ფაქტი არის თუმცა რა თქმა უნდა ნაძილობების ბევრი კეთდებოდა მაგრამ ისინი არ შეიძლება ჩაითვალოს მეომრები რას ქვია მეომრები არ ჩვენი პრობლემა არის ის რომ ჩვენ ვერ ვაფასებთ მდგომარეობას რა ვის საინტერესებს ვის აწყობს ომი ვინ გვაქეზებს ომისკენ ვის ინტერესში შედის ეს ომი და ჩვენს ცხელი გულით უცებ დავხვდებით ჩვენი პრობლემა არის ეს ვერ ვაფასებთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას რაღაც ვიწყებთ ქმედებებს და მე აღარ დედა ყავს და აღარ დედის ბიზაშვილები ეს გვემართება ჩვენი მტერი არის არა თქვა ვიღაცა უცხო არამედ ჩვენივე შიგნით ჩვენს აზროვნებაში ერში აზროვნებაში არსებული როგორ თქვა აი არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ დილეტანტიზმი მოდი კულტურული სიტყვით ვიტყვი
გეოპოლიტიკური ვითარება არ შეაფასებდა და დღემდე ვართ ამ დღეში. დღემდე ვიმყოფებით ისეთ მდგომარეობაში, რომ არიქა გადავხდით და რაღაც ვაკეთეთ. და ასეთ მდგომარეობაში, უნდა გავექანოთ ახლა და რუსეთს ვამარცხებთ, კაცო, რაც ლაპარაკობთ. და რითი დამთავრდება ეს? რითი მთავრდება ეს მერე? ამას აღარ ფიქრობ და იმიტომ რომ მარტო ცხელი გულით ყუნვა ეს უჭირს. რაღაცა ცხელი გული არის და ყუნაობთ ამ ცხელი გულით. და მე რუსეთს ვამარცხებთ, კაცო, გავექანებით და დავამთავრებთ იმაზე. ეგერ იმაზე საცხოვრებელ სახლებში დავაწერთ, რომ პუტინ ბიძურის სიყვარული რუსი ზახოდნენ და რაღაც მერე სლავაევა ერთი ქვეყანა რო არის. ეს უჭირს, ტანკი აფეთქდება, ტყვეები ჩავარდებიან და უშენ დაიშლება, კაცო. ჩვენ რეალობის შეგრძნება გვაქვს. დაკარგული გვაქვს და ვერ ვიტყვი. როდის მქონდა მე რო ისტორიას, ჩემი ქვეყნის ისტორიას ვკითხულობ, არ ვიცი რეალობის შეგრძნება როდის მქონდა ჩვენ. ვერ ვხედავ. გიორგი ბრწყინვალის მერე არ ვიცი თუ ცდები შენდობას ვიტყო. რეალობის შეგრძნება ჩვენ ეს აღარ აქვს. გიორგი ბრწყინვალემ რეალობა შეაფასა, დალაგდა დამპყრობელთან, მოგოლებთან დალაგდა, კაცო. და გააერთიანა საქართველო. მათი დალაგები, მათი მწვანეთი გააერთიანა საქართველო, მე ისინის განდევნა. ეს იყო რეალობის გათვლა. ბაბუა დაეხმარა, ბექაჯაყელი. დედის მხრივ ბაბუა. არეული იყო სამეფო და ვისანის ისტორია. მის მერე რეალობის შეგრძნება გვაქვს დაკარგული. 1918 წელს, როცა დამოუკიდებლობა ჩვენ ჩამოგვივარდა ციდან, მეფის რუსეთის დაშლის შემდგომ, პირველი პირი, ვინც ავირჩიეთ მომავალში კირო და ლამის დამოუკიდებლობას, რომ კითხულობდა აქტს. იძულებული იყო, რომ გამოეცხადებინა და თან დამოუკიდებლობის გამოცხადებას თურქეთი და გერმანია აძალებდა 18 წელს. ჟორდანიას. გადახედა, ჩვენი პრობლემა კიდე არის რა? ისტორია, საქართველოს ისტორია, არ ვიცით კი არა, არც გვაინტერესებს რა. არ გვაინტერესებს ჩვენი წარსული, ესა ჩვენი უბედურება. და კიდე არ გვახშეს საფრთხე წინ. და არ არის შორშერ საფრთხე, რომ მსგავსი უბედური დღეები კიდე გაგვიმეორდეს. იმდენად რა ვიცი რეალობიდან ამოვარდნილები ვართ. თავრობიდან დაწყებული პირველ რიგში კაცო, მე ხალხი მერე. თავრობა რაც ყავს ერს, არის საუკეთესო ნაღები. თუ თავრობა ცუდია, ესე იგი ერი უარესად არის გათახსირებული. იმიტომ რომ მერტი თავაზობს ყოველთვის კარგს და ეს თუ კარგია, რაც ახლა ჩვენ გვყავს ხელისუფლებაში. ასეთი მე ჩემი აზრით გახრწნილი ადამიანთა ერთობა დღეს რომ მართველები არიან. ასეთი გახრწნილები მორალურად, ზნეობრივად, სახელმწიფოებრივად არ ყოლია, მე არ მახსენდება არც კომუნისტების დროს, არც შევარდნაძის დროს, არც მიშას დროს. ახლა მორალურად დაცლილები, ზნეობრივად გახრწნილი საზოგადოება, ზარცუა ქვეყანა და ფული აკეთო. ამის იქით არაფერი არ აინტერესებთ. და ჩვენი პრობლემა და ჩვენი უბედურება ეს არის. ჩვენ თუ არ შევაფასებთ ქართველებმა, რატო დავმარცხდით აფხაზეთში? რამ გამოიწვია ეს? ჩვენ ომს მოვიგებთ კი არა, ხვალინდელ დღესაც უარესი იქნება. არსებობს ჩვენ ისტორიაში სამი რამ. შრომა, ლოცვა, ბრძოლა. მაგრამ მარტო თუ თქვი შრომა, ლოცვა და ბრძოლა არ არის სწორი. გონივრული შრომა, გონივრული ლოცვა და გონივრული ბრძოლა. თუ შრომა არ არის გონივრული და სიმინდის შემოდგომაზე ჩააგდე მიწაში ხორბლის მაგივრად, ესე იგი სულელი ხარ. სიმინდი უნდა ჩააგდო მიწაში გაზაფხულზე, აპრილის თვეში, საადრიო თუ არის მარტის თვეში. თუ ხორბალი თუ ჩააგდეთ, უნდა ჩააგდო შემოდგომაზე. გონივრული უნდა იცოდე, როდის შეხვიდე თოხით, როდის შეხვიდე ნამგლით ან კომბაინით. ვენახს უაკეთებ, თუ არ იცი, როდის რა ვიცი კაცო, მაგრატით რო შეხვიდე, მოსაკრეფად, ივნისში პატარა ის რო აქვს წაწყებული დევნები, სულელი ხარ მაშინ. უნდა შეხვიდე შემოდგომაზე, როცა მტევანი დამწიფდება. გონივრული შრომა ამას ქვია. გონივრული ლოცვა. კაცო,
გონრულოსა დიდიშტავს რომ ბიჭო რაც რა შესაბამის დრო შესაბამისი ლოცვები უნდა წაიკითხო და შესაბამისად უნდა მოქმედებდე გონივრული ბრძოლის გარეშე ომის მოგება შეუძლებელია გაექანი ახლა ხმარი და დაეტა ესე ბრძოლები არ იგება ბრძოლა არ იგება არც რაოდენობით ჯარისკაცთა რაოდენობით არ თქვათ როგორ ვთქვათ რამდენი მაგარი კუნთი აქვს ძლიერი არის ჯარისკაცი ბრძოლას იგებს ამას რო ამბობს აი ესეთ შეგრძნება მაქვს რომ სვენელს შეურაცხყოფას ვაყენ იმიტომ ეს უნდა ვიცოდე ბრძოლას იგებს სარდლის გონიერება ყველა ომი მოიგო აღმაშენებელმა ერეკლე 80-ი თუ რა ომი აწარმოა და ორი ომი აქვს წაგებული ერთი მისი მიზეზი არ ყოფილა და არც მეორეა მისი მიზეზი უბრალოდ მისი მიზეზის კრძალესი წაგება შეიძლება ჩათვალო რომ უკვე ვეღარ აკონტროლებდა ქვეყანას როგორ ჩანს იმიტომ რომ დასაფლავებაზე 20,000 ცხენოსანი იყო და ბრძოლაში 3,000 ქართველი იყო გამოსული ესე ქვეყანას ვეღარ აკონტროლებდა მე რო ვამბობ ერეკლე მეფეზე კაცო ცუდად კი არ ვამბობ მაგის სულ შემევლო ჩემი თავი მე ვინოხერი ვარ მაგის სცენებაზე შენდობას ვთხოვ არა შენ აი ეს არის წაგების მიზეზი რატო წავაგეთ ომის დაწყება იყო იმიტომ რომ შევარდნაძე სულ ამ ნაძირალას ძალიან ბევრი შეერაღებული ხალხი ყავდა თბილისში საფრთხე მუქრებოდა დამხობისთვის და აუცილებლად იყო შეერაღებული ხალხი გასულიყო თბილისიდან შევარდნაძის ინტერესში შედიოდეს ყველაზე კარგი ვარიანტი იყო ომის დაწყება შეერაღებული ხალხი და გაქცეულიყო იქ ომისთვის მეორე და მნიშვნელოვანი 6 იანვარს ზვიადი წავიდა და ომი დაიწყო 14 აგვისტოს იმავე წელს ამ პერიოდში საქართველოში ჩამოსული იყო ამერიკის სახელმწიფო მდივანი ბეიკერი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რაც ქვია გენშერი ჩემი თაობის ვისახართ თვითონ გახსოვთ ევროპისა და ამერიკის წარმომადგენლები მათ ინტერესებში რა შედის რუსეთის ირგვლივ არსებული პატარა ქვეყნები კონფრონტაციაში უნდა იყვნენ რუსეთს და რატო? იმიტომ რუსეთი ვერ უნდა დადგეს ფეხზე და თვითონ თუ დასუსტება და იქნება დამოკიდებული დასავლელებს რა ქვია ანგლოსაქსებზე იქნება ძალიან კარგი. შესაბამისად მისი საზღვრები რომელიც და ქვეყნები რომელიც გამოეყო რუსეთს საბჭოთა კავშირს უნდა მოვიდეს კონფრონტაციაში როგორ? ტყვია უნდა გავარდეს. რანაირად გავარდეს ტყვია? ომი უნდა დაიწყოს. პირდაპირ საქართველოს ომს ვერ გამოუცხადებდა რუსეთს, საგიჟე იქნებოდა, ამიტომ შევიდა სოხუმში. ჩვენი ჯარები შევიდნენ სოხუმში. აფხაზების ეს მე ვარ ძალიან მომხრე, გამოძიებული იქნეს აფხაზება ნახეს თუ არა პირადად არძიმბას მითითებით საქართველოს იქაური ხელისუფალნი და თხოვეს რომ ნუ შემოხვათ ეს არ თქვენთვინაა, კარგი არ ჩვენთვის რა გვაქვს საომარი. ეს ფაქტი არის თუ არა ნამდვილი? ნამდვილია. შევიდნენ იმიტომ, რომ უნდა დაწყებულიყო საომარი მოქმედება და რუსეთი უნდა ყოფილიყავი ჩვენ კონფრონტაციაში. როგორც ვიტყვით ხოლმე, ჩვენ უნდა ვიყოთ სადგისები. როგორც კი დაჭირდება ანგლოსაქსებს, უნდა გავექანოთ და შევეჭოთ რუსეთს ერთ ადგილზე. ეს არის ჩვენი ფუნქცია. სანამ ჩვენ ამას ვერ მივხვდებით, არაფერი ჩვენ არ გვეშველება. ჩვენი საშველი არ იქნება, არც უკრაინის საშველი არ არის. სადგისის როლი გვაქვს დიდი ხანია. როცა ისინი გვეტყვიან და გავექანოთ და დავერჭოთ. ოღონდ ერთ ადგილზე აუცილებლად. მე ის ან დაგვამტროს, ან რაღაცას მოგწევს. იმიტომ რომ ცოტა სადგისი პრობლემებს ქმნის, კაცო. და ჩვენ სანამ ამას ვერ მივხვდებით შემოქართველებო, ვერ შევაფასებთ რა გვეშლება, რა შეგვეშალა და რას ვუკეთებთ ჩვენ სამშობლოს ბოროტებას ჩვენი უგნურებისა გამო. არაფერი ჩვენ არ გვეშველება, არაფერი არ გვეშველება. ჩვენ უნდა დავანებოთ თავის სადგისის როლში ყოფნას, უნდა დავიწყოთ აუცილებლად სახელმწიფოებრივი აზროვნება, უნდა შევიყვაროთ ჩვენი ქვეყანა და ისეთ ის კი არ უნდა ვილაპარაკოთ, რასაც დასავლეთიდან გვეტყვიან. არამედ უნდა ვილაპარაკოთ ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ყველა მეზობელთან ჩვენ უნდა დავლაგდეთ და ჩვენ მაშინ ვიყავით ძლიერები და მაშინ ვიბრუნებდით ტერიტორიებს, როდესაც მეზობლებთან ვიყავით დალაგებულები და მოქმედებდით პრაგმატულად
და მოქმედებდით გონიერებით. ცხელი გულით კი არა, გავექან და დავეტაკ, ასე კი არა. გონიერებით. ზოგჯერ არის სანგარში თავი ჩაყოფის დრო, ზოგჯერ არის მურას დაზახება, ეს რუსულია ვაშას დაზახება და შეტავაზე გადასვლა. თუ ეს აგერია ერთმანეთში. რას მოიგებ? ის მოიგებ, ვამი იქნები დამარხველი აღარავინ ეყოლება. მერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, მერთმა დალოცოს იმ პატრიოტი ბიჭების სული, რომლებიც სამშობლოს სიყვარულისთვის დაიღუპნენ, ობობდნენ სიცოცხლე გაწირეს, მოკვდნენ, რომ მიდიოდნენ, იცოდნენ, რომ შეიძლება მომტარებდნენ, ხო? ზოგი მოკვდა, ზოგი დაბრუნდა. დაბრუნდა, ვის დაბრუნდა, ხო პატივისცემით ხავს ყველა, ხო? ხო ხავს პატივის სამაგიეროდ, ჩემ თაობას გეტყვით, კარგად გაიხსენეთ. ერთი და ერთი აეროპორტი მუშაობდა, თბილისის აეროპორტი. და ერთი და იგივე დროს თბილისის ტელევიზორშიც რეკლამა გადიოდა. ერთი თვითმფრინავი მიდიოდა სოხუმში, მეორე თვითმფრინავი მიდიოდა დუბაიში. რამეს ხარ ვიგონებ? ყველაფერს ვიგონებ რა, ეს იყო სახელმწიფო ღალატი. პირველი პირებიდან შოვარნაძიდან დაწყებული, მიზან მიმართული ღალატი. მერთმა დალოცვილი გვამყოფოს და მერთმა ინებოს რომ ჩვენ აზრზე მოვიდეთ, დავფიქრდეთ ამაზე. თუნდაც ის რაც იყო 22-ში. არიქა ომი უნდა დაუწყოთ. რა დაგვიმართებოდა? მერთმა მოვცეს მარტო ცხელი გულით კი არა, ტუნაობა, თუ დახტუნაოთ კიდე სხვის მითითებებზე. უთავმოყვარეო ერი ვართ დღეს. სხვის მითითებით ტუნავართ. ანუ ზუსტად ვიცი რომ თან ფულს გვაძლევს. ეს შეკვეთას გვაძლევს, ეს უნდა იხტუნაო და ესე უნდა იყვირო. და არამედ ჩვენ რა გჭირდება, ხუხარას რა გჭირდება, ისე გვამოქმედოს რაღაცა ღმერთმა. სწორი შეფასების უნარი მიმადლოს ჩვენს ერს უფალმა და მიმადლოს ღმერთმა ჩვენს ერს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი. ღმერთმა ქართველს შეაყვაროს საქართველო. ამინ. ჩვენ არ გვიყვარს კაცო საქართველო, არ გვიყვარს, უნდა ვაღიაროთ ეს. არანაირი სამშობლოს სიყვარული ჩვენ არ აგვაქვს დღეს. ჩვენ არ ჩვენი შვილი და მომავალი გვიყვარს. რანაირად შეიძლება ვიღაცა თქვას? შენ დალოცვილო, გარყვნილია გეი კლუბებით ახალგაზრდობა. შენ დალოცვილო, ნარკოტიკებით გენოციდი არის კაცო ერში. შენ დალოცვილო, კაზინოებით იძარცვება ქვეყანა. რომელმა არიცით ეს? და ვინ აკეთებს ამას? ამას ვინ ხელმძღვანელობს, ბიჭო, ამას ვინ ხელმძღვანელობს? მე და შენ? ან თვითონ ხელისუფლება, ან დალაგებული ამ კრიმინალურ ძალებთან ხელისუფლება ფულს ღებულობს, კაცო, მაფია, შეუძლებ როგორც მუშაობს. არიცით ეგი. რომელმა არიცით ეს? ყველა მიცით, მაგრამ რას აკეთებთ? ტაში გუგური. ტაში ფულს გვაძლევენ არჩევნებზე. და თანამდებობას გვირდებიან, სამსახურს გვირდებიან. ტაში ფეხებზე ვკიდია ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილის და მომავალიც. საჭმლის გულისთვის ვაკეთებთ ამას. ეს არის ჩვენი უბედურება. სანამ მეტი ღირსება არ გვექნება, მაპატიეთ პირდაპირობისთვის. და ვიც ვიცნობთ, ასე ვარ, რაც სკოლიდან მოყოლებული ასე ვარ. ასე ვლაპარაკობ, მე რასთან ვერ მოვიჩემ, თან ხო ვიცი. სანამ ჩვენ საჭმელზე მეტად, ჩვენ სადილზე მეტად, ჩვენ შვილებს არ შევიყვარებთ. ჩვენი შვილების მომავალი არ გვეყვარება. გაგვინ ბიჭო, ხედავ ადამიანებს შემთხვევით გეტყვი, ვით ნარკომანი ყავს სახში და მთავრობას აუჭირს ხალხს. და ბანკებმა გაყიდეს. ბანკებში ჩაიხშო და ლენოს უჭერს ხალხს. ამას ეს ხალხი მეტის ღირსია, კაცო. უარესის ღირსია, კაცო, ეს ხალხი. ეს ხალხი აი გადარჩენის ღირსი არა, თვითონ გამენ ამნაბი. როგორ შეიძლება ეს გინდოდნენ? ღმერთმა ინებოს შენდობას ხო ხმაურისთვის, მაგრამ დღევანდელი დღისი არის, ცუდად ვიყავი, რომ რაღაცა ემოცია რო არ გამომეხატა, ხო გამოგისიათ ალბათ. ცუდად ვარ ხოლმე ასე დღეებში, არა ვარ კარგად, როდესაც ვუყურებ ჩემი ქვეყანა როგორ კვდება და ჩემი ხალხი როგორ აკეთებს ამას, რომ ჩემი ქვეყანა მოკლას თუ არა. ეს ხალხი თუ საკუთარით ამ ქვეყანას ასე არ მოიქცევა. არ ვიცი, ღმერთმა ინებოს რომ ჯვართამაღლების მალი ფარავდეს. ამინ. დიზიდებით. ღმერთმა ინებოს რომ სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი მოგვაგდოს
და ღმერთმა ინებოს რომ ქართველებს შეგვიყვარდეს ჩვენი სამშობლო საქართველო. ღმერთმა ინებოს რომ საჭმელზე მეტად ქართველებს გვიყვარდეს შვილი და შვილიშვილი. უცხოს აღარ ვამბობ, საჭმელზე მეტად რომ გვიყვარდეს. ინებოს მაღალმა ღმერთმა. გაგაზიაროთ მაღალმა ღმერთმა და მადლობა რომ შვიდად მომისმინეთ ასეთი ხმაურიანი ჩემი საუბარი. ჩვენთან არის ღმერთი.